ხარ ბატონს ვიდრო. ხო, ვისაც უყვარს უკრაინა. დაფერად გადაკეთო და ხო. ვისაც კიდათ აი ესეთი უგემრიელესი გლუტენის გარეშე ვიმეორებ ხას უსვავ ბლინები მოამზადოთ ხათოსგან რა არა შენ რა მონაწილეობა მიიღე? არ მიიღე, მაშინ ხიზილალა მიყიდე მარტო. აი ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, აი ესეთი ნახეთ, ესეთი შედევრი გამოგივათ, ნახეთ რა სილამაზეა. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერბო ქობულეთიდან მოგესალმებით, ხათოს და სანდროს სამზარეულო სასარგებლო რეცეპტებით და ეხა ისეთი ამინდია რომ რაღაც გემრიელი მინდა თან დიეტური და თქვენთან ერთად მოვამზადებ უთხელეს გლუტენის გარეშე ბლინებს. ეხლა ცოტა გლუტენზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც გლუტენის აუტანლობა აქვს და უკვე გამოჩნდა სურსათის უნებლობის სააგენტოც უკვე ითხოვს, რომ პროდუქციას დაეწეროს გლუტენით არის თუ უგლუტენოთ არის და მოკლედ დავწერ გლუტენი რა არის, მოკლედ აგიხსნით, გლუტენი არის ხო არის ცხოველური ცხიმები, ეს არის მცენარეული ცხიმები, რომელსაც ორგანიზმი ვერ შეიწოვს, ანუ ბევრი ფერმენტი ჭირდება ორგანიზმს, რომ გადაამუშავოს, ანუ მძიმედ გადასამუშავებელი ცხიმებია და დიდი რაოდენობით არის მარცვლეულში, პურში არის, ფქვილში არის, ფუნთუშეულში არის, გაგიკვირდება და ხსნატყავაში არის, კეჩუბებში არის, ჩიფსებში არის, მოკლედ რაც ყველაფერი ფუნთუშებში არის, ხაჭაპურებში არის, რაც ყველაფერი მავნია. აი ესე რო გითხრათ, აი დიეტები რო არის, ხო იცით თქვათ სიტყვაზე ბჭყალებში უგულავას დიეტა, აი მაგას შეიცავს, რომ უგლუტენოა, ხო მიხვდით? და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს გლუტენის აუტანლობა და ბევრ რაღაცებს იწვევს, კუჭნაწლავის პრობლემებს იწვევს, გასუქებას იწვევს და ბევრი პრობლემებია მოკლედ. აი ხსნად ყავაში არის გლუტენი და აი ჩვეულებრივ თურქულ ყავას რო ეძახით, იმაში არ არის გლუტენი, ასე რომ ბევრი ადამიანი უკვე მიხარია, რომ პროდუქციას რო კითხულობს, უკანა მხარეს აწერია პროდუქციას გლუტენის გარეშე. აი სიმინდის ნებისმიერი სიმინდის საღამებელი სიმინდი გლუტენის გარეშე არის, გრეჩხა ასევე გლუტენის გარეშე არის, წიწიბურა უკაცრავად გლუტენის გარეშე არის, კუსკუსი გლუტენია, მოკლედ, ეხლა უნდა მოვამზადო, ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ახლა სუსტინერების ყურები გააკეთე და მიწერთ, ხო ვიცი და არ არის სასარგებლო ეს გლუტენი და უკვე ნელ-ნელა ადამიანის ცნობიერება მივიდა იქამდე, რომ პროდუქციას უკან აუცილებლად აწერია უკვე ანოტაცია და ყველა კითხულობს რა შემადგენლობა აქვს. მოდით ახლა მოვამზადებ, აი მინდა გემრიელად ვისაუზმო. ეხლა დამისვავთ ასევე კითხვას, ასუქებს თუ არა უგლუტენო პროდუქტები. აი მაგალითად, რა თქმა უნდა, თუ კარტოფილში არ არის გლუტენი, თუ დიდი რაოდენობით შეჭამთ კარტოფილს და არასწორად მოვამზადებთ, თუ პიურეს მოვამზადებთ ნაკლები ცხიმით და შეჭამთ სამკოს, რა თქმა უნდა, არ გაგასაგებს, პორციების დაპატარავება უნდა ვისწავლოთ, არის სასარგებლო, მაგრამ თუ შეჭამთ, ახლა მე რომ მოვამზადებ 15 ბლინი და თქვენ შეჭამთ 15-ვე ბლის ზემოდან კარგად გადაусმევთ და ბევრ ამეს, როგორ უნდა მივირთო, იმასაც გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, გაგასუქებთ. მაგრამ თუ ზომიერებას დავიცავთ, არის ძალიან სასარგებლო, არ გექნება ჩებერილობა, კუჭის მოქმედება აღდგება და ასე შემდეგ. ბევრი რო არ გავაგრძელო. ეხლა ძალიან მარტივი რეცეპტი მაქვს, აქ არის 3 კვერცხი, გავუკეთებ მწიკ მარილს. აქ მაქვს მე ეს არის შაქრის მაგიერ გავხსენი შაქრის შემცველი, ესე ჩავასხათ. ავთქიფოთ რა თქმა უნდა. არაფერი, აი უმარტივესია და უგემრიელესი დიეტური გლუტენის გარეშე. ოღონდ დავიცვათ ზომიერება, ესე კარგად უნდა ავთქიფოთ. პირდაპირ ჩანგლით, ახლა აქ საველე პირობებში ვარ, ჩემს სახლში როცა არ ვიცი სადრადევს, არა მაგის ჭურჭელი, რაც ამაქვს, იმით ვამზადებ, არა მაქვს რა სათქეფი. აი ეს ავთქიფეთ კარგად. ეხლა აუცილებლად სასარგებლო ცხიმი უნდა გაუკეთო და ეს არის ნებისმიერი სანდროს დავაბარდა, ნებისმიერი ამოიტანა, რაც შეხვდა.
ზეითუნის ზეთი უნდა ჩავასხა, უხსნი. ზეითუნის ზეთი მინდა დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, 1-2 სუფრის კოვზი. 1-2, მეტი არ უნდა. 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი კიდე ავტკიფოთ. აი როგორი ბლინებია, იცით? უნაზესი. შეგიძლიათ დიეტაზე ვინც ხართ, ეხლა მე პური, ეხლა აქ თბილისში ხათუცა სანდროს კულინარიულ ბლოგზე მიდევს მე გლუტენის გარეშე პურები, აი გერკულესით რო ვაცხობ, ჩიათი რო ვაცხობ, სელის თესლი გლუტენია, აი დაიმახსოვრეთ, აი კარგად უნდა გაარკვიოთ რა შეიცავს. თუ ვამბობთ რომ გლუტენის გარეშეა, მაშინ უნდა ვიცოდეთ რა პროდუქტი შეიცავს გლუტენს და რა არა. თაფლი არ შეიცავს, აი ნახეთ, კეფირზე მოვამზადებ უგემრიელეს ბლინებს, ეხლა ამას უნდა 300 გრამი, 300 გრამი არის აი ესეთი დიდი ჭიქა და ესე ჩავასხავ. ან ცოტას დავტოვებ და ეგ არის. ჩავასხი 300 გრამი. ესე ამოვტკიფა. ესეთი კონსისტენციის არის უკვე. რძით იმიტომ არ გავაკეთე, რომ კეფირით უფრო ნაზი გამოდის. რძის პროდუქტებში არ არის გლუტენი, რო იცოდეთ. ესე. აქ ქობულეთში არ არის ისეთი გლუტენის გარეშე პური მაგალითად ვერ ვიშოვე. თუ არ ვწდები თბილისში ბევრგან იყიდება, მათ შორის ევროპროდუქტშიც. აქ მაქვს მე ხა სახამებელი, ნახეთ, ესეთი ყველგან იყიდება. სიმინჩი არ არის გლუტენი და სიმინდის სახამებელი და ჩავაყრე დაახლოებით 200 გრამი სახამებელი გვინდა. აი ესე. თვალის ზომით, ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ. აი ესე. და დავიწყებ გამოცხობას და როგორ ბლინებს გამოვაცხობ, გაჩვენებ და როგორ მივირთმევ იმასაც, რასთან მინდა მივირთვა, იმასაც გაჩვენებ. აი რაღაცნაირად მომინდა ცომს ვერ ვჭამ, აჭარულს ვერ ვჭამ, ვერაფერს აი ხინკალს ვერაფერს აი ძალიან ვარ გასუქებული და აი რაღაცნაირად ესეთი სასუსნაო მომინდა. კბილის სახით შემიძლია ჩირები ამომიტანა სანდრომ, ესეთი ქობულეთში სხვათა შორის დიდი არჩევანია, ესეთი ჩირები ამომიტანა, ეს არის მანგოს ჩირი, აწერია რომ აბსოლუტურად ნატურალურია შემადგენლობაში და ამასაც აი ყავასთან გაშვება გინდა, ბუჩო? აი ესე ავთქვიფავ ხა და დაგიბრუნდებით, გავუშვებ ამას. აი ესე კარგად ჩანგლით ავთქვებ და მე ყოველთვის ოდესაც ბლინებს მასხობ, ახლა სანდროს ვაყიდინი, ასეთი სეტკა მაქვს თბილისშიც და ამას გადავწურავ, რომ ზედმეტი აი ეს კორკოშები არ შეყვეს. ნახეთ, გამზადებული მაქვს უკვე და დავიწყებ გამოცხობას და დაგიბრუნდებით. გავწურე და ნახეთ როგორი ფანტასტიკური ცომი გამოვიდა. ხო, როგორ ბლინებს დავაცხობ ახლა და გაჩვენებთ. ტაფა რა თქმა უნდა გავახუროთ, აქ რაც ვიპოვე, რაც აღმოვაჩინე ამ სახლში იმ ტაფაში ვაცხობ და ცომი არის. სასწაული სანდრო, სასწაული ბლინები უნდა დააგემოვნო და ვიწყებ გამოცხობას. გადმოვატრიალე მეორე გვერდიდან არის აი უნაზესი და ესე გამოვაცხობ რაც გამოვა ამ პორციიდან და დაგიბრუნდებით. და ასე ავალ ბოლომდე ნახეთ როგორია, აი ხელში არ იხევა, ხელში ვერ დაიჭერთ და ნუ სასწაულია, სასწაული გოგოებო. და ჩაერთო სანდრო საქმეში ხა ეს ფინალური შტრიხები. ხო. აი ეს ხდება მისი მორთვა. აჰა. გადაკეცა სამკუთხედად და მე მაგალითად თუ არაჟნით მინდა, არაჟანს დავდებ, ხო ესეა? კი, გაცნო. სასწაულია გოგოებო, მომამზადეთ და ისიამოვნეთ. ვისაც გინდათ რომ გახდეთ, ვისაც გინდათ რომ გლუტენის გარეშე პროდუქცია მიიღოთ, პური გამოაცხეთ, აი ესე. ნახეთ ისიამოვნეთ, ასე და სილამაზე შექმენი სანდრო, შენს გარეშე მოკლეთ რა. არ უნდა სანდრო მეტი რა, არ ვერ შეჭამ მე ორცალზე მეც ვერ შეჭამ. აი ესეთი გამოვიდა შედეგი ჩემი მეგობრებო.